თქვენი ხედვა, თქვენი პარტიის ხედვა და როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას? მოგესალმებით, მაყურებელს. საკითხი იყო დასმული, პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ ტრანსპორტი კვირაში ერთხელ მოძრაობს სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე. მართალია ძალიან მოკლე მონაკვეთი არის ეს და ძალიან ახლოს არის ეს თემი ცენტრთან, თვითონ გზასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, რომ მოსახლეობას არანაირი ვალდებულება არ აქვს რამდენიმე კილომეტრი ფეხით იაროს. პრობლემა არ უკავშირდება ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი სახსრების გამოყოფის აუცილებლობას, რაღაცა განსაკუთრებული ტენდერების ჩატარების აუცილებლობას და ასე შემდეგ. პრობლემა უკავშირდება ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან კონკრეტულ პასუხისმგებლობას, უკავშირდება მის პოლიტიკურ ნებას მოაგვაროს ეს პრობლემა და შემდეგნაირად უნდა მოგვარდეს საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონებში, ეს არის სახელმწიფო შეპსეები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომარაგებას რეგიონებში და გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ზარალზე არ უნდა იმუშაოს თუნდაც სახელმწიფო კომპანიამ და სახელმწიფო შეპსეებმა, მაგრამ პირდაპირ პროპორციულად კანონი საზღვავს იმას, რომ ბიუჯეტიდან სუბსიდირება სატრანსპორტო უზრუნველყოფისა სახელმწიფო შეპსეებისათვის არის აბსოლუტურად ნებადართული კი არა, წახალისებულიც. რეალურად რომ ვთქვათ, პირველი ვალდებულება ადგილობრივი ხელისუფლების არის ის, რომ უზრუნველყოს მოსახლეობა ტრანსპორტით, საჭიროების იმ რაოდენობით, რაც სჭირდება იქ ადგილზე მყოფ მოსახლეობას, იქნება ეს დღეში ორჯერ, ორ დღეში ორჯერ თუ კიდევ უფრო ხშირად და შესაბამისად ამის პრობლემა არ დგას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, პოლიტიკური ნების არ ქონის პრობლემა, რაც ამ ხალბატონს აწუხებდა ჩვენს კითხვაში. კონკრეტული მოსაზრებები ეს არის მიგრაციის პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად მთელ მთაში გვაქვს, არა მარტო რაჭაში, ლეჩხუმში და თქვა კონკრეტულად ამ რეგიონში ძალიან ბევრი მიმართულებით არის ეს პრობლემა და სამწუხაროა რა, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ფიქრობს, რომ მოტივაცია როგორ შექმნას მთაში ცხოვრებისა და ადამიანები რომ არ წამოვიდნენ მთიდან, ან წამოსულები უკან დაბრუნდნენ, არის მხოლოდ ის, რომ 20%-ით გაზარდონ მაგალითად პენსია. დღეს პენსია მთაში 215 ლარია და არა 180, მაგრამ ეს არანაირად არ ყოფნის იმ მოტივაციას ადამიანებისათვის, რომ მათ იცხოვრონ ღირსეულად, ხო? შესაბამისად 20% პენსიაზე, იქ 30% პედაგოგზე, იქ 50% ექთანზე დანამატი ეს პრობლემას არ ხსნის. ეს არაერთხელ სინჯეთ, არაერთხელ აპრობირებული, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული არ არის. სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გამოსცეს კონკრეტული თანხები, რომლითაც დაფინანსდება ძალიან სერიოზული კონკრეტული პროექტები, რომელიც იქნება ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, იქნება ეს ტურიზმი, იქნება ეს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის. თუ სამუშაო ადგილი შეიქმნება და ისეთი, რომელიც იქ მყოფ ადამიანს, ან იქ ცხოვრებს, ან აქედან დაბრუნებულს შეუქმნის ღირსეული ცხოვრების პირობებს, მერწმუნე ადამიანები ნამდვილად მიანიჭებენ პრიორიტეტს თბილისში უსაქმოდ ყოფნას, თავის კუთხეში დაბრუნებას და იქ შრომას. მაგრამ ამ დაგვარს ხელისუფლება არც ერთი არ აკეთებს. დემოკრატიულმა მოძრაობამ თავის პროგრამაში გაწერა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს მოტივაციის რეალური შექმნა სამუშაო ადგილით. იმისათვის რომ ხალხი დაბრუნდეს. რაც შეეხება თვითონ რადიოაქტიული ნივთიერებების ნარჩენებს და მომწამლავ ნივთიერებებს და საშიშ ნივთიერებებს, რომელსაც აქვს, რომელიც უკვე სამარხის პირობებშიც კი საშიშროებას წარმოადგენს უნიკალური ეკოსისტემისათვის, რომელიც არის რაჭაში. ჩვენ ვთვლით, რომ დემოკრატიულ მოძრაობაში რომ სახელმწიფომ უნდა მოიზიდოს, მოძებნოს, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო სახსრებზეა საუბარი, ის თანხები, რომლითაც მოხერხდება ამ ნარჩენების საქართველოსთან გატანა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახელმწიფოს დაუჯდეს კონკრეტული თანხა, იმისათვის, რომ არა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დაკონსერვება და დამარხვა, არამედ გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს სახელმწიფოს ფული დაუჯდება, მაგრამ სახელმწიფოს ეს უნდა უხირდეს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვწამლავთ უნიკალურ ეკოსისტემას აი აღნიშნული საწარმოს ნარჩენების გამო. შარშან იყვნენ ჩასულები, იქ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ბევრი ჭობა გამართეს, ბევრი საუბრეს, ბევრი ვიშვიშეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემა არ მოგვარებულა და ერთი წლის შემდეგ იგივე პრობლემა დგას. ანუ რეალურად ამ ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ მოაგვარა, ისევე როგორც წინამ. რეალურად უნდა იყოს პოლიტიკური ნება და ეს არ არის მხოლოდ ერთი. საქართველოს ტერიტორიაზე საკმარისი რაოდენობა, ბევრი რაოდენობა ესეთი არასასიამოვნო ობიექტებისა, რომელიც ნამდვილად სერიოზულ მიდგომას საჭიროებს და ის რომ ის დაიმარხება და იქიდან ჟონავს, მოგვარებული არ არის პრობლემა. რაც შეეხება პენსიას, საქართველოში არსებობს რეგრესის პენსია, რომელიც არის ადამიანების, რომლებიც დაზარალებულები არიან წარმოებაში, წარმოების შედეგად და ის ადამიანები, რომლებიც მოწამლულები არიან, ასევე უნდა გათანაბრდნენ მათთან და უნდა მათ უნდა კონკრეტული რეგრესის პენსია.
მადლობთ. პირველი თქვენ გაგვცემთ ამ შეკითხვაზე პასუხს, როგორ უყურებთ რაჭის პოპულარიზაციას და მისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. აი, რა მონაწილეობა უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ განვითარდეს ტურიზმი? ალბათ ლომის წილი აქვს სახელმწიფოს ამ საქმეში. საქართველოს ტერიტორია რეალურად რომ ვთქვათ, არის 74% მთა. და მთის ტურიზმის განვითარება ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ დარგში. საქართველოში მთის ტურიზმს გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე საზღვაო ტურიზმს და პლაჟს. იმიტომ რომ საქართველოში მთის ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში განვითარებადია და მთელი წლის განმავლობაში ტურისტის მიმღებია. და საზღვაო ტურიზმი ჩვენთან მხოლოდ თვენახევარია. ამიტომ პერსპექტივა ამას გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ სახელმწიფო აი ბოლო ორი ხელისუფლება თუ სამი ხელისუფლება რაც ყოლია, ყველა უდგება ესე რომ ეს თავად უნდა მოხდეს მოსახლეობის მიერ ჩადებული ინვესტიციებით. რაც ძალიან მწირია. ამიტომ სახელმწიფოს ბიუჯეტმა ძალიან კონკრეტული თანხები უნდა გამოყოს იმისათვის, რომ შეიქმნას კონკრეტული პროექტები ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ეკოტურიზმი, ეს არის სამონადირეო ტურიზმი, ეს არის ამ შემთხვევაში თუნდაც იგივე კულინარიული ტურიზმი, ეს არის ექსტრემალური ტურიზმი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია ევროპაში. ძალიან მოთხოვნადია, იმიტომ რომ ყველაფერი დავარცხნილია და საქართველოში ეს ყველაფერი ავთენტური ბუნებრივი არის და ამიტომაც იზიდავს, მაგრამ თუ იქ ინფრასტრუქტურას არ შექმნი, პირობას არ შექმნი, წყალს არ მიიყვან, სასტუმროს არ გააკეთებ, ტურბაზას არ გააკეთებ, ელემენტად ბილიქს არ გააკეთებ და მეურნეობას არ მოაწყობ იმისათვის რომ ადამიანმა თუნდაც ინადიროს, იქ ადამიანი არ ჩემოვა. და როდესაც საუბრობთ იმაზე რომ სახელმწიფომ ისეთი პროექტები უნდა განახორციელოს, სადაც კონკრეტული ადამიანები დასაქმდებიან, ტურიზმი არის ერთ-ერთი ეს სფერო, სადაც ადამიანებს ჩადებული ინვესტიციით შეუქმნი იმ პირობას რომ უამრავი ადამიანი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული. მადლობთ. თემა, რომელსაც ახლა შეეხება ეს კითხვა, ძალიან კომპლექსურია, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, შეეხება ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას და მის ჩართულობის აუცილებლობას. აი თქვენს კლიპში, რომელთაც დავიწყეთ გადაცემა, იყო ნათქვამი, რომ სულ აი ამ ხელა რეგიონში არის 36 ამბულატორია. და არა და ამბულატორია ყველა სოფელში უნდა იყოს. წინა ხელისუფლებამ დიდი ზარზე იმი დაიწყო ეს პროექტი, მაგრამ მერე შუაგზაზე მიატოვეს და ეხლა მთელ ამ ხელა რეგიონში ამდენი სოფლის პირობებში 36 ამბულატორია. ამბულატორია რას ნიშნავს? მინიმუმ ეს არის პირველადი მომსახურება, პირველადი გადაუდებელი მომსახურება ადამიანის, რომელსაც შეიძლება არც ჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ურთულეს პირობებში, როდესაც გზა არ არის გაყვავილი მაგალითად. მაგრამ არ არის ესეთი ამბულატორია, არ არის ასეთი პირობები, არ არის სამედიცინო წერტილი სოფელში, სადაც ადამიანი ამ პირველად დახმარებას მიიღებს. ამიტომ ერთადერთი რაც მას შეიძლება უწევ დაჭირდეს თუნდაც წლების გაზომვისას, ეს არის სასწრაფოს გამოძახება. მაგრამ ის სასწრაფო ვერ მიდის, იმიტომ რომ მაგალითად ამბროლაურში ორი მანქანა არის. მაღალი გამოვლობის კი ბატონო, მაგრამ ორი მანქანა არის, რომელიც სულ გაწმენდილი იყოს გზები ფიზიკურად ვერ ახერხებს რომ ყველა გამოძახებაზე მივიდეს. გზები არ იწმინდება, ეს უკვე პასუხისმგებლობა არის ადგილობრივი ხელისუფლების, რომელსაც არ აქვს ან სწორად გათვლილი ეს თანხები, რომ გზა ყველა შემთხვევაში რაჭაში, ზამთარში თოვლით იხერგება და მას მუდმივი გაწმენდა ჭირდება. რატომღაც არავინ არ ფიქრობს, რამდენჯერაც ჩავსულარ ზამთარში რაჭაში, იმდენჯერ უამრავ სოფელში ფიზიკურად ვერ ახვალ. იმიტომ რომ არ არის გაწმენდილი გზა. ანუ ეს არის ორი კონკრეტული მიმართულების, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა, რომელმაც გზა უნდა წმინდოს და ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ტექნიკით უნდა უზრუნველყოს ის ბრიგადები, რომელსაც ქვია ამ შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარება. ეხლა რაც შეეხება პრობლემას, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ისევ და ისევ დემოგრაფიის პრობლემას უკავშირდება და ის რომ ერთი პირველკლასელი ყავს სკოლას და ძალიან ბევრ სკოლას საერთოდ არ ყავს პირველკლასელი, ეს პრობლემა სამწუხაროდ იმითი არ მოგვარდება, გაიხსნება თუ არა ერთი ბავშვისათვის ერთი კლასი ან ბავშვისათვის სკოლა. ეს ამ პრობლემას არ მოაგვარებს და იქ მილიონი სხვა პრობლემა იქნება, თუნდაც ის რომ მაგალითად 180-ლარად როგორც ქალბატონმა ბრძანა პედაგოგის მივლინება თუნდაც მაღალმთიან რაიონში იმისაც რომ მან ერთი ბავშვი ერთ კლასში აღზარდოს პრაქტიკულად განუხორციელებელი რეალობა არის. ეხლა ეს კონკრეტული მომენტი, როდესაც პედაგოგი ცხოვრობს და პედაგოგს შეუძლია პირადად თუნდაც ერთ კლასში ერთი ბავშვისათვის იმ მოღვაწეობს, რა თქმა უნდა, მისი ანაზღაურება არ უნდა იყოს 180 ლარი და მისთვის ამ შემთხვევაში დამატებითი 30%, რომელიც ამ კანონმა უზრუნველყო, არაფრის მომცემი არ არის, ხო? ერთმნიშვნელოვნად. ამიტომაც ამ მიმართულებით რა თქმა უნდა, თუ არის პირობები ამისათვის და შესაბამისი პირობები კონკრეტულ სოფელში, რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს რეალური ანაზღაურება. მაგრამ პრობლემა მოგვარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიგრაციის პრობლემას დავძლევთ. მიგრაციის პრობლემაზე კიდე ჩვენ ვისაუბრეთ, ყველა ის თემა, რომელიც განვიხილეთ დღეს, არის შემადგენელი ნაწილი და მიზეზი. იმისა, რატომ მოდის იქიდან ხალხი, ხო? იქ ჯანდაცვაზე იყო საუბარი, იქ ბრძოლაზე იყო საუბარი, იქ უმუშევრობაზე და ასე შემდეგ და ტურიზმის ხელშეუწყობლობაზე და ასე შემდეგ. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანა, მე როგორც ვთქვი 74% მთა
არის. ამ თიდან ჩამოსულები ვართ, ავტობანის გარშემო ვცხოვრობთ და ვტოვებთ პრაქტიკულად ბუნებრივი მესაზღვრეების გარეშე მთას და ამ ტერიტორიებს დაიკავებენ